მოგესალმებით ძვირფასო ფენელებო, მეგობრებო, მაყურებლებო. ეს ვიდეოც ეხება ტარტარიას და წყლის საიდუმლოს. ანუ ალბათ არავინ დაინტერესებულა და არავის დაუსვია კითხვა თავის თავზე, რა წყალს გვასმევენ ჩვენ ქალაქებში. ტარტარია და წყლის საიდუმლო. არხი ტარტარიის ფაილები. მას დავიწყოთ. ლიპეცკის ძველ ცენტრში, ლენინის ქუჩაზე დგას შენობა. აშენებული წითელი აგურისაგან. ეს არის ძველი დგას ხო და ეს არის ძველი წყლის ტუმბო, კოშკი, რომელიც არის წყლის ტუმბო, რომელიც აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოსკენ. ოფიციალურად ის ააშენეს 1894 წელს ადგილობრივმა კურორტის საჭიროებისთვის, მაგრამ თუ ჩახვალთ მის სარდაფში იწყება უცნაურობები. ფუნდამენტი მიდის ქვევით 12 მეტრის სიღრმეში, რაც 3-ჯერ უფრო ღრმა, ვიდრე არის საჭირო მასეთი შენობებისთვის. კედლები ქვევით დალაგებულია უზარმაზარი ბლოკებით თეთრი ქვისაგან და ისე იყვნენ ერთმანეთისგან მოწყობილი, რომ შორის შეუძლებელია მათ შორის დანის წვერის შეყვანა. ამ ბლოკებში გაყვანილია არხები, რომლებსაც მიყავთ მილერთან კი არა, არამედ განზე. ახლა იქ ცარიელი მიწაა. სარეველა ბალახით ადგილობრივებმა იქ ნახეს უცნაური კერამიკული მილები და დიამეტრით 1500 მეტრი. მიახლოებით ეს მილები უბრალოდ კი არდენა მიწაში, ისინი შიგნიდან დაფარულია წვრილი ფენად ვერცხლისფერი ნალექით, რომელიც არ ჟანგდება და არ ირეცხება წყლით. უკვე 100 წელზე მეტია ეს მილები არსებობს. როდესაც მკვლევარებმა შეეცადეს შესწავლათ ამ ნალექის შემადგენლობა, გაირკვა, რომ ეს არის ვერცხლი და გაირკვა, რომ ეს არ არის ვერცხლი და ვერცხლის წყალი. ხო, გამომიტოვებია, რომ არ არის ვერცხლი და ვერცხლის წყალი. ეს არის მეტალების, ანუ რამდენიმე მეტალური ელემენტის რთული ნარევი, რომლებიც დღეს გამოიყენება მხოლოდ აეროკოსმოსურ წარმოებაში. დეტალები დეტალების დასაცავად ექსპერიმენტალური ტემპერატურასთან ან კოროზიისაგან აეროკოსმოსურ სფეროში. საიდან ჰქონდათ მასეთი ტექნოლოგია მასეთ ქალაქებში მე-19 საუკუნეში? ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს გეოგრაფიული მილები მიდიან მიგდებულ ფუნდამენტისაგან, რომლებიც დოკუმენტში აღინიშნება როგორც საწყობები, მაგრამ ამ საწყობების პლანიროვკას ზუსტად იმიორებს შემოხაზულობას ცნობილი ვარსკვლავური ციხესიმაგრეებისა. თუ აიღებ ძველ ლიპეცკის რუკას და დაადებ ციხესიმაგრეებს ტარტარიისა, რომლებიც ინახება არქივებში ვატიკანში, მოგეჩვენება, რომ
ქალაქი იყო გიგანტური ქსელის ნაწილი წყლის გამანაწილებლებისა. მაშინდელი წყალი არ იყო მასეთი როგორცაც ჩვენ ვსვამთ. 1842 წელს მთელ ევროპაში და რუსეთის იმპერიაში გადაიარა უცნაურმა ეპიდემია. მას დაარქვეს ქოლერა, მაგრამ სიმპტომები იყო უჩვეულო. ხალხი უბრალოდ კი არ სუსტებოდნენ, ისინი ბუკვალურად ხმებოდნენ. რამდენიმე საათში და ხდებოდნენ მუმიები. ამ დროს მაგ დროის გაზეთებში, როგორც სანქტ-პეტერბურგის ამბები, დაიწყო გამოჩენა უცნაური ნაწერები. ექიმები წერდნენ, რომ წყალი ჭეებში რომ წყლებმა ჭეებში დაკარგეს თავისი ძალა, ამ წყლით წყურულს ვერ იკლავდნენ. მცენარეები კი ამ წყლით მორწყმული ხმებოდნენ. მეორე დღეს ზუსტად მაშინ მთავრობამ დაიწყო მასიურად ძველი ჭების მიწით დაფარვა და დაიწყო წყალგაყვანილობის აშენება თუჯის მილებით და ქიმიური ფილტრების გამოყენებით. ოფიციალურად ამას ხსნიდნენ ჰიგიენაზე ზრუნვით, მაგრამ არის ერთი დეტალი: ყველა ქალაქებში, სადაც იყო ახალი წყალსადენები, სიკვდილიანობა კი არ დაეცა, არამედ გაიზარდა. ხალხი იტანჯებოდა ავადმყოფობისგან, რომლებიც ადრე არ არსებობდა. ქრონიკული დაღლილობისაგან გაურკვეველი სიმნებამდე. არსებობს ღიური პოლკოვნიკ ივანე ორლოვის დათარიღებული 1852 წლით. ის აღწერს თავის მოგზაურობას ყოფილი ტარტარიის მიწებზე, რაიონებში, დღევანდელ ომსკის ტერიტორიაზე. ორლოვი წერს, რომ აღმოაჩინა დაბაში მიგდებული შადრევანი, რომელიც იმ დროსაც აგრძელებდა მუშაობას ნასოსების გარეშე. წყალი ამოდიოდა 10 მეტრის სიმაღლეზე. როდესაც მოსინჯა ეს წყალი, პოლკოვნიკმა იგრძნო არაჩვეულებრივი ძალის მოწვევა. მისი ძველი ჭრილობა მხარზე, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, მორჩა 2 დღეში, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რაც მოხდა მოგვიანებით. რაც მოხდა მოგვიანებით, როდესაც მან ამ წყლის მარაგი გაიკეთა სპილენძის ფლიგაში. ერთ კვირაში ის დარჩა, ერთი კვირის განმავლობაში ის იყო სუფთა და გამჭვირვალე ეს წყალი, რომელიც მარაგი გაიკეთა ფლიგაში, სპილენძის ფლიგაში. ჩვეულებრივი ჭის წყალი მასეთივე ჭურჭელში გამწვანდებოდა და შეიძენდა დამპალ სუნს. ორლოვმა აღნიშნა დღიურში, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ წყალს უწოდებდა ცოცხალს და ამბობდნენ, რომ ის მოედინება თეთრი ქალაქიდან, რომლებიც ჩავიდნენ მიწაში უდიდესი წარღვნის დროს. ნახეთ ტერიტორიის ძველი რუკები მე-17 საუკუნისა. იმ ადგილას, სადაც ახლა მდებარეობს საშუალო აზიის უდაბნო, დახატული ასობით წყლით გავსებული მდინარეები და უზარმაზარი ტბები. ქალაქი გრუსტინო
რომელიც იდგა ახლანდელი ომსკის ადგილას. იყო ცნობილი წყალსაცავებით. ხო, ახლა რომ ომსკია ციმბირში, მაგის ადგილას იდგა გუსტინო ქალაქი. ტობოლსკის მუზეუმის არქივებში შემონახულია ნახაზი ქალაქის 1712 წლისა, მასზე გამოსახულია მილები კი არა, არამედ უცნაური სპირალისებური შელობები. წყალი მათში უბრალოდ კი არ მიედინებოდა, არამედ ის იგრიხებოდა ქარიშხალში. თანამედროვე ფიზიკოსებმა იციან ასეთი მოძრაობისას წყალი იცვლის თავის სტრუქტურას და იწმინდება ცუდი ნარევებისაგან ბუნებრივი გზით, მაგრამ რატომ დღეს ჩვენ პირდაპირ მილებს სწორი კუთხით ნებისმიერი სანტექნიკოსში დაადასტურებს, რომ მუხლი 90%-ით ყველაზე სუსტი ადგილია. მუხლი ხო ხდებით რას გულისხმობ? მუხლები რო უკეთდება, რომ მიმართულება შეუცვალონ მილებს და იქ ამ მუხლში გროვდება ჭუჭყი და იკარგება ნაპორი უფრო სწორად. ხო, ამ მუხლებში გროვდება ჭუჭყი და იკარგება ნაპორი. მაგრამ მთელი სამყარო ჯიუტად აშენებს, მაინდამაინც მასზე თითქოს ვიღაცამ გადაწყვიტა გადაიქცია წყალი მკვდარ წყლად და ჩამოერთვა მათ ბუნებრივი მოძრაობის ენერგია. ანუ წყალი რომ მოძრაობს მასე, როგორც დღეს არის სისტემა წყალსაცავის, წყალმომარაგების უფრო სწორად, ამ ასე წყალს არ გააჩნია არანაირი ენერგეტიკა. თურმე წყალი როდესაც ზიგზაგებით მოძრაობს, ის იძენს ენერგიას და ჯანმრთელდება. 1924 წელს ავსტრალიელი მეტყევე ვიქტორ შაუბერგმა გააკეთა სენსაციური აღმოჩენა. მან შენიშნა, რომ ფორელი მთის ნაკადულებში ფორელებს ნაკადულებში შეუძლიათ უმოძრავოთ იდგან ყველაზე ძლიერი ნაკადში და იხტუნაოს ზევით ჩანჩქერზე. მიხვდა, რომ ცივი ქარიშხლით დახვეული წყალი ფლობს კოლოსალური ენერგიით. შაუბერგი ცდილობდა მიეტანა ეს სამეცნიერო სამყაროსთვის და ამტკიცებდა, რომ თანამედროვე წყალის გაყვანილობა კლავდა წყაროს და ხდიდა მას აგრესიულს და იწვევდა კიბოს. მან დაიწყო მსოფლიოში პირველი ხელსაწყო წყლის გასაცოცხლე, ესე იგი, არასდროს, ხო, მან აწყო ამ მეტყევემ მსოფლიოში პირველი ხელსაწყო წყლის გასაცოცხლებლად, რომელიც ჩვეულებრივად აქცევდა სამკურნალო ელიქსირად წყალს, მაგრამ მისი მონაგონი იყო გასაიდუმლოებული სააგენტოებით, სპეცსააგენტოებით. თვითონ მკვლევარი კი მოხვდა სიღარიბეში. დავიწყებაში მისი ლაბორატორია იყო განადგურებული, ნახაზები კი გაქრა. ცოდნების სწორ წყალზე რატომ იმალება მასე მკაცრად? ყველა ვარსკვლავური ციხე სიმაგრეები გარშემოთქმულია წყლით სავსე არხებით, მაგრამ მათ აქვთ რთული გეომეტრიული ფორმა. ისინი არიან გიგანტური რეზონატორები. როდესაც წყალი გადის ამ ზიგზაგებს, ის იცვლის თავის თვისებებს, ანუ ხდება უკეთესი და ენერგეტიკულად ჯანმრთელი. ტარტარიის ძველი დოკუმენტებში ასეთი ციხე სიმაგრეებს უწოდებენ სიხშირეს კვანძებს. მის გარშემო არასდროს არ იყო ავადმყოფობა, ხალხი
კი ცხოვრობდა ხანძლივად, მაგრამ მე-19 საუკუნის შუაში მთელ მსოფლიოში მოხდა კატასტროფა, რომელსაც ისტორიკოსები უწოდებდა узაფხულო წელს ან სილიან ნაკადს. თიხის და სილის ფენებმა ჩამარხეს პირველი სართულები მთელი პლანეტის მასშტაბით. ქალაქიდან ერთად იყო ხო ეს წყალსაცავები ტატარიის დროს გაკეთებული წყალსაცავები ჩამარხეს თიხით და შილით მთელი პლანეტის მასშტაბით. ქალაქთან ერთად იყო ჩამარხული ძველი წყალმომარაგების სისტემები. იმის მაგივრად, რომ ის ამოეთხარათ ახალმა მმართველებმა გადაწყვიტეს ახლა თავისთვის ახალი წყალსაცავების აშენება და ქიმიური და პრიმიტიული პარცელში ეიფელის კოშკის ქვეშ არის განლაგებული უსასრულო წყლის რეზერვუარები, რომლებიც დარჩნენ იქ ჯერ კიდევ ნაპოლეონამდე. ოფიციალურად ეს არისო ტექნიკური ჭურჭელი ლიფტებისთვისო. მკვლევარებმა კი აღმოაჩინეს, რომ ამ რეზერვუარებში გადიან ტუნელები, რომლებშიც ჩამოტანჟებულია იმავე მეტალით, როგორც ლიპეცკში კედლები, ანუ კედლები გამოშენებულია იგივე მეტალით, რაც იპოვეს ლიპეცკში და ეს ტუნელები იჭიმება როგორც ლიპეცკში და ეს ტუნელები იჭიმება მთელი ქალაქის ქვეშ და ერთმანეთს ხვდებიან წერტილში, სადაც ადრე იდგა ტაძრები. ტატარიის ტაძრები არ იყო საკულტო ნაგებობები. ის იყო ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც მუშაობენ წყალზე. ზარების ვიბრაცია და გუმბათების ფორმა ქმნიდნენ განსაზღვრულ სიხშირეს, რომელიც გადაიცემოდა წყალზე მიწისქვეშა საცავებში. ამ წყალს ხალხი სვამდნენ და ის წყალი კურნავდა მათ ყველა დაავადებებს, მაგრამ მე-19 საუკუნის კატაკლიზმის შემდეგ ზარები გადაადნეს ზარბაზნებზე, მიწისქვეშა რეზერვუარები კი ჩააბეტონეს და ჩამარხეს. დღეს ჩვენს წყაროში ონკანიდან აღებული პოლობენ ქლორს, ფტორს და მძიმე მეტალებს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს საჭიროა განწმენდისთვის, მაგრამ ფტორი ეს არის უძლეველი ნეიროტოქსინი, რომელიც აღჩობს ადამიანის ნებას და ხდის მას აპატიურს. ქლორი შედის შიგანის მიკროფლორაში, სადაც ფორმირდება ჩვენი იმუნიტეტი. ჩვენ სვამთ სითხეს, რომელიც ტექნოლოგიურად არის სულთა, მაგრამ ბიოლოგიურად არის მყარი. ის არ იძლევა ენერგიას, პირიქით ენერგიას გვართმევს. ჩვენი სხეული 80%-ით შედგება წყლისაგან და თუ ეს წყალი დამტრეულია, მთელი ორგანიზმიც დამტრეულია. ჩვენ გადავიქეცით ელემენტებად, რომლებიც ორჯერ მეტ უფრო ჩქარა განიმუხტებიან, ვიდრე საჭიროა და ეს შემთხვევით არ ხდება, არამედ დაგეგმილია იმისთვის, რომ შემცირდეს ადამიანური სიცოცხლე. რატომ იყო გამოცხადებული წყლის მომარაგების ტექნოლოგია საშიშად? ძველი
წყალგაყვანილობა იყო დაკავშირებული ატმოსფერულ ელექტროდენთან. წყალი ემსახურება გამტარებელ ენერგიას, რომელიც იღებოდა ხარისაგან, ამიტომაც ძველი შადრევნები მუშაობენ ნაცოსების გარეშე. სახლებში წყი ყოველთვის ჰქონდათ წყალი. იყო სინათლე და სითბო, განათება და სითბო. ტარტარია იყო ცივილიზაცია, რომელიც ბუნებასთან ცხოვრობდა ჰარმონიაში და წყალს იყენებდა როგორც სიცოცხლის წყაროს, მაგრამ ვიღაცა იყენებდა ვიღაცამ გადაწყვეტა, რომ რესურსების გამო უნდა გადაიხადოს ხალხმა. იმისთვის, რომ აიძულონ ხალხი ეხადა წყლის საფასური, სინათლის და სითბოს საფასური, ჯერ უნდა დაენგრიათ უფასო სისტემა და უნდა აიძულათ ყველა მისი არსებობა დავიწყებოდათ. ახლანდელი წყალი, რომელიც იყიდება მაღაზიებში, არის დისტილატი, გაწვენდილი უკანა მოძრაობის ოსმოსით და რეცხავს ჩვენ ორგანიზმს მინერალისებისაგან. ჩვენ ვყიდულობთ მკვდარ წყალს ფულზე და ვხარჯავთ ჩვენ ცხოვრებას იმაზე, რომ გამოვიმუშავოთ ამაზე უფლება. ჩვენი ფეხების ქვეშ ჩამარხულია სადაფებში და ტუნელებში ჯერ კიდევ მაპატიეთ ახლა მე ცოტა. ჩვენი ფეხების ქვეშ კი ჩამარხულია სადაფებში და ტუნელებში კიდევ მომდინარე მილები, რომელშიც პულსირებს სიცოცხლე. კაზანის მიწის ქვეშ იპოვეს ჩამართული კამერა, სადაც კედლიდან მოჩანდა ონკანი გაუგებარი ოქროს ნარევისაგან. როდესაც ეს გააღეს, იქიდან წამოვიდა წყალი, რომელიც ანათებდა სიბნელეში სუსტი მოციცრო ფერით. ერთი ყლუპის დალევის შემდეგ ერთ-ერთ მკვლევარს სამდღეში გაუქრა ქრონიკული ეგზემა, რომელიც მას ტანჯავდა დიდი ხანი, მაგრამ შემდეგ დღეს შესასვლელი მიწის ქვეშეთისაკენ იყო ჩაბეტონებული და დააყენეს დაცვა. ტომას ჯეფერსონ 1888 წლის ჩიკაგოში გაჩნდა ხანძარი, ქალაქი სრულიად დაიწვა და როდესაც ახალი ქალაქი აშენდა, იქ წყალმომარაგების სისტემაც განახლდა. რუსეთშიც იგივე ხდებოდა. მე-18 საუკუნემდე არსებობდა მოსკოვში უნიკალური სისტემა თვითდინების წყლის სისტემისა. მიტიში არის ასეთი ადგილი, მიტიში, და ამ მიტიშის წყალსადენის სისტემაც არსებობდა. მე-18 საუკუნემდე წყალი მოძრაობდა ქალაქში თვითონ ნასოცის გარეშე და გადიოდა მანძილს 20 კილომეტრს. ის იმდენად სუფთა იყო, რომ მას სვამდნენ ყოველნაირი გაწმენდის გარეშე, მაგრამ 1990 წელს სისტემა მიიჩნიეს დაძველებულად და შეცვალეს ნაცოცისნაირი ქლორის დამატებით სისტემით. მოსკოვის მცხოვრებლები მაშინ საჩივარს წერდნენ გაზეთში და ამბობდნენ, რომ ახალ წყალს სიკვდილის სუნი აქვს და მაგ წყლისაგან ხდება თევზი საშინაო აკვარიუმებში. 1900 წლისთვის ყველა მსხვილ ქალაქებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წყალი გახდა ძალდატანებით, ქიმიკატებით, გახდა, ესე იგი 1910 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით წყალი იწმინდებოდა ქიმიკატებით. არსებობს საიდუმლო ანგარიში ექიმისა ნიკოლოს
არენტისა დაწერილი 1837 წელს, მასში ის აღწერს წყლის გამოკვლევებს 7 სამონასტრო წყაროებისა. პრენტმა აღნიშნა, რომ ეს წყალი შეიცავდა ერთკუთხედიან სტრუქტურას კრისტალებისა, თუ მას გაყინავდი, მაგრამ თუ წყალს გაატარებდი რკინის ონკანში ან გააცხელებდი ქვაბში, სტრუქტურა იშლებოდა და გარდაიქმნებოდა ქაოტიურ ლაქებად. ექიმმა დასკნა, რომ წყალი დამტრეული სტრუქტურით ვერ შეძლებს ტოქსინების გამოყვანას ტვინის უჯრედებიდან. ტოქსინები გროვდება უჯრედებში, უჯრედთა შორისო სივრცეში და იწვევენ თანდათანობით გასულ ელებას და მეხსიერების დაკარგვას. ჩვენ ვსვამ წყალს, მაგრამ სულ წყურია, ეს წყალი ქმნის სიცოცხლის ილუზიას, თუნდაც და თანდათანობით კი გვართმევს ამ სიცოცხლეს. ტარტარიის დროს მდინარეები არასდროს არ იყინებოდა, მაგრამ მაგარ ყინვებშიც კი არ იყინებოდა მდინარეები. თანამედროვე მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ იაპონიაში მკვლევარებმა მასადო კუოტმა დაამტკიცა, რომ წყალი რეაგირებს ვიბრაციებზე და ფიქრებზე. ცოცხალი წყალი, რომელიც არის სწორი სიხშირეების, ცვლის თავის სიმჭიდროვეს, სიბრძეს და გაყინის ტემპერატურას. ანუ თურმე გაყინული წყალი უკეთესი დასალევი ყოფილა, ვიდრე გამთვარი. ორი სხვადასხვა სტრუქტურისაა, ესე იგი გაყინული წყალი ცხონერი სტრუქტურის ხდება და ხდება კარგი და მოთბილული წყალი ხდება ცუდი. ესე იგი გაყინული წყლის დალევა უკეთესი ყოფილა და თუ ტარტარია იყენებდა ბგერით რეზონატორებს, წყალი მათ არხებში იყო მუდმივად დაწყობილი სიცოცხლეზე. ის უბრალოდ კი არ იყინებოდა, ის ანათებდა. ძველი ლეგენდები ვერცხლის მდინარეებზე მეტაფორა კი არ არის, ეს არის აღწერა ფიზიკური პროცესისა. პარიზში არის განთქმული კატაკომბები. ოფიციალურად ის არისო ქვის სატეხები, რადგან მოგვიანებით ამ კატაკომბებში დაიწყეს ძვლების დალაგება, მაგრამ მკვლევარებმა იქ აღმოაჩინეს უცნაური ჭები, რომლებიც მოდიან სიღრმეში, ესე იგი მიედინებიან სიღრმეში ასობით მეტრით სიღრმეში ასობით მეტრზე. ამ ჭების სიღრმეზე, ამ ჭების ესე იგი გვერდები დამძნარია, თითქოს ადნობდნენ ლაზერითო, ანუ დათუნობის კვალი ატყვია ამ ჭებს კიდეებზე. ამ ჭების ფსკერზე დღემდე ასხია წყალი, რომლის დონე არ იცვლება არასოდეს არც გვალვის დროს და არც წყალდიდობების დროს. ამ წყლის ანალიზმა უჩვენა, რომ მასში სრულიად არ არის ბაქტერიები, ის სტერილურია ბუნებრივად, მაგრამ წვდომა ამ ჭებისაგან მიუწვდომელია ფართო მასებისთვის რკინის გისოსებით და ბეტონის ფილებით. ესე იგი, ხალხს არ უშვრებენ, არ დებენ საშუალებას ეს ჭები მოსინჯონ. ჩვენ ცხოვრობთ პლანეტაზე, სადაც წყალი არის მიწის სისხლი, მაგრამ ეს სისხლი შეცვალეს უბრალო სითხეზე. ჩვენ
მივეჩვიეთ ქლორის და ფთორის გემოს და თვლით ამას ნორმად. მე მაგალითად დღემდე ვერ ვეგუები ქლორის გემოს. არ ვიცი ქლორის გემო და ფთორის გემო რისი გემოა, მაგრამ თვითონ გემო და თვითონ სუნი, რომელიც ასდის ახალ გამოშვებულ ონკანის წყალს, მე მიჭირს მაგის დალევა, მე ბოთლები მიწყვია აქ. ხო და როდესაც გავავსებ, ვცდილობ 1-2 საათი ხელი არ მოკიდო, ნუ დავაყენო მინიმუმ 1 საათით მაინც რომ ამ ქლორის სუნი და გემო გავიდეს. შემდეგ უკვე დამდგარ წყალს სვამ და ამიტომ მაქვს რამდენიმე ბოთლი. რო დავცლი ერთს, იმას გავავსებ დავდგამ, მანამდე სხვას დავლებ. მე იმას გავავსებ დავდგამ, მესამე ბოთლს დავლებ და ასე სვამ წყალს. ანა ნერბე ტიბეტში და ალტაიში ეძება მძიმე წყლის ფორმულა. ეგ ვინმე ნახა ეს ფორმულა, რადგან მე-19 საუკუნის შემდეგ ყველაფერმა ასე მკვეთრად, რომ შეიცვალა. ეგ ეს წყალი, რომელიც წვეთას ონკანში არის მძიმე წყალი. ისინი ვინც აკონტროლებს წყლის სტრუქტურას, აკონტროლებს ყველაფერს. დროის ხვის ჩათვლით. შეიძლება ის წყალი, რომელიც მოედინება ჩვენ ონკანში, არის მეორე წყალი, მძიმე წყალი. თუ თქვენ აღმოჩნდებით სტამბოლში და ჩახვალთ ცნობილ ბაზილიკის ცისტერნაში, თქვენ ნახავთ არა მხოლოდ უძველეს წყალსაცავს, ეს გიგანტური მიწისქვეშაა დარბაზი ფართობით თითქმის 10,000 კვადრატული მეტრი, სადაც ჭერი უკავია 376 19 კალონებს სვეტებს. ოფიციალურად ის ააშენეს ვიზიტირებმა მე-6 საუკუნეში, იმისთვის რომ გაეკეთებინათ მარაგი წყლსა. სვეტები ერთნაირი არ არის, ისინი აწყობილია სხვადასხვა ტაძრებისაგან, კალონებისაგან, ზომის, ხო, სვეტებისაგან, ტაძრები არა, სვეტებისაგან. ორის ფუნდამენტი დევს მედუზა ხორგონას, ორის ფუნდამენტში დევს მედუზა ხორგონას თავები, ერთი გადაბრუნებულია, მეორე გადატრიალებული გვერდზე. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს იყო გაკეთებული პრაქტიკული მოსაზრებებით, ან იმისთვის, რომ ეჩვენებინათ მიკუთვნილება წარმართობისაკენ, მაგრამ აკუსტიკის ინჟინრები ხედავენ ამაში სხვა რაღაცას, მასეთი განლაგება მასიური ბლოკებისა იდეალურად აკრობს დაბალ ვიბრაციულ სიხშირებს. დედამიწისა და რეზერვუარს ქმნის გიგანტურ, სტაბილურ კავშირად. წყალი აქ არასდროს არ მოძრაობს, სწორი ზედაპირი აქვს, ის ყოველთვის იდეალურად გაუძლეველია, თითქოს სარკე იყოს. ასეთივე ნაგებობები არ დავიხალე, განლაგებულია მთელ მსოფლიოში, ევროპიდან ინდოეთამდე. ინდოეთის შტატში ინდოეთის შტატში რაჯასტანში არის კიბეებიანი ჩამპა 2, ის არის გადაბრუნებული პირამიდა, რომელიც მიდის მიწის სიღრმეში 13 იარუსიანი 34,000 ვიტრო კიბეები მიდის წყლისაგენ, რომელსაც სკერზე სულ აქვს ზურმუხტისფერი ფერი. ოფიციალურად ეს არის რეზერვუარი წვიმის წყლის შესაგროვებლად, მაგრამ ტემპერატურა ამ ჭის აუზზე 5-6 უფრო დაბალია ვიდრე ზევით. საშინელი
სიცხეშიც კი 50-60 50-60 გრადუსშიც კი ამ საფეხურების გეომეტრიული ფორმები ქმნიან ცივი ხარის მორევს, რომელიც არ აძლევს წყალს საშუალებას აორთქლდეს. ყველაფერი გამაუგნებელია ქიმიური ყველაზე გამაუგნებელია ამ ჭის ქიმიური, ამ წყლის ქიმიური შემადგენლობა. მასში არ არის ერთი ბაქტერიაც კი, რომელიც იწვევს დალპობას, თუმცა ის დგას იქ საუკუნის მანძილზე. ძველი ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ტარტარიას, ფლობდა მშენებლობის ერთიან სტანდარტს, წყლის ობიექტების მშენებლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დახედეთ მსოფლიო რუკას კლისო ვიცონისა 1687 წლისა, იქ სადაც ახლა იმყოფება უსიცოცხლო უდაბნო სახარა, აღნიშნულია იმ დროს ფართო ქალაქები, მდინარეები, უზარმაზარი ტბები. ეს არის კარტოგრაფიის შეცდომა განა? არა, 1980 წელს მშვენიერი 1980 წელს მშენებლობისას უდიდესი ხელოვნური მდინარისა ლიბიაში ინჟინრებმა აღმოაჩინეს საჰარას სილის ქვეშ გიგანტური წყალსატუმბები, ზონდები. ეს იყო დასალევი წყლის მარაგი ობიექტი 150,000 კუბური მეტრის მასშტაბით და ეს წყალი არის მიწის ქვეშ 1000 წელი და ის აბსოლუტურად სუფთაა. როდესაც ლიბიელი ლიდერი მუჰამად კადაფმა დაიწყო ამ წყლის კაჩვა და დაიწყო ამ წყლის დარიგება მოსახლეობისთვის უფასოდ, საჰარა დაიწყო საჰარამ დაიწყო გამწვანება, მაგრამ 2011 წელს სისტემა იყო დანგრეული ნატოს ავიაციით. ოფიციალურად ზარალი სინამდვილეში კი უფასო ცოცხალი წყლის წყაროს განადგურება იყო მთავარი მიზანი. ამიტომ მოიცილეს კადაფი, რომ ეს უფასო წყალი გაინადგურებინათ. ყაზანში კრემლის გორაკის ქვეშ არსებობს ქსელი მიგდებული ტუნელებისა, რომლებსაც ოფიციალურად უწოდებენ დრენაჟურ შტოლებს. მე-19 საუკუნეში ცდილობენ მის გადაკეთებას, მაგრამ მუშები შეეჯახენ ამოუხსნელ რაღაცას. ტუნელების კედლები იყო დაფარული მასალის ფენით, რომელიც გავდა დამწვარ მინას, მაგრამ მაგარი იყო. თვითონ სამუშაო იარაღითაც ვერ დაამტვრიეს. ნაპრწკლები დაფრინავდაო დარტყმისას. ეს ფენა წყალს არ აძლევდა საშუალებას მიწაში შეტოვილიყო და მიმართავდა წყალს დიდი სიჩქარით ქალაქის შადრნებისაკენ. ყაზანის უნივერსიტეტის არქივებში შემოინახეს ჩანაწერები კლაუსისა 1942 წლისა. ის იკვლევდა ამ მიწის წყლებს და აღმოაჩინა, რომ ელექტროგაყვანილობა 10-ჯერ მეტია, ვიდრე მდინარის წყალი. ხო